Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენი მორიგი სტუმარი ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება მწვანე ბიზნესის კეთება ქვეყანაში. ვისაუბრებთ მწვანე ინჟინერიის ცენტრზე და კომპანია ESCO S-ზე. მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია ეს იმ რესურს დამზოგავი მეთოდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დუშეთში ზალ ხელაძე მართავს. 2018 წელს დაფუძნებულმა მწვანე ინჟინერიის ცენტრმა ახალი ბიზნესი, სიდრის კლუბი ბაზალეთით შექმნა, სადაც ენერგოეფექტური გზით ხილის ნაყოფისგან მიღებული სასმელი მზადდება. ამ ჯგუფის საქმიანობაში შედის ასევე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებაც. ამ და კიდევ სხვა ბევრ მიმართულებაზე ვისაუბრებთ სტუმართან. ბაზალეთის მწვანე ცენტრის დირექტორ ზალ ხელაძეს მასპინძლობ სტუდიაში. ბატონ ზალ, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და გვიზიარებთ თქვენს საკმაოდ წარმატებულ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება მოკლედ მწვანე ბიზნესი აკეთო ქვეყანაში და არაერთი მიმართულება გაერთიანო ამ ხრივ. მინდა რომ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა საქმიანობთ თქვენ ბაზალეთში. ძალიან ბევრი მიმართულება გაქვთ, მზის პანელები, ქარის სადგური, მოკლედ ბიომასის გამოყენებით მზადდება ასევე ელექტროღუმელები და მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულებას აერთიანებთ. მინდა რომ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა საკეთებთ და საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის წარმოების იდეა. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის, საშუალებისთვის, რომ შემიძლია ვისაუბრო აი ამ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ბაზალეთის ტბაზე ვეწევით, მის მახლობლობაში. დიახ, ჩვენი ბიზნესი არის ESCO ბიზნესი, ესე ქვია, ეს სრულიად ახალი ტიპის ბიზნესია, ძირითადად დამყარებულია ცოდნის იმპორტზე და მის რეალიზაციაზე და რომ მოვახდინოთ ცოდნის იმპორტი და მისი რეალიზაცია, გვიწევს გარკვეული სადემონსტრაციო кейსების წარმოდგენა, რომელთა შორისაც არის აი ეს ჩვენი ცენტრი, რომელიც სასწავლო ცენტრია ძირითადად და სადემონსტრაციო ცენტრი, რომელშიც წარმოდგენილია რამოდენიმე მიმართულება მწვანე მიმართულების. ესე იგი, რა პრინციპის არის ბიზნესი? ბიზნესი არის ეხება ძირითადად ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს, ენერგოეფექტიან გადაწყვეტილებებს, ენერგოაუდიტს, ისეთი წარმოებებისთვის, ისეთი კომპანიებისთვის, ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც არიან ენერგოვამპირები, მოდი ესე დავარქვათ ამას ჩვენ და რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ენერგოდანახარჯების შემცირება. ჩვენ შევდივართ ასეთ ბიზნესებთან, მივდივართ, ვაკეთებთ ენერგოაუდიტს, ვთავაზობთ მათ გადაწყვეტილების გზის, ვთქვათ, თუ ეს წარმოება საწარმოო ხაზის ვთქვათ, განვითარებაში, თუ ეს ვთქვათ, სამედიცინო ბიზნესია, შესაბამისი დანაზოგების მიღებაში, შემდგომ ამ დანაზოგებს თუ ისინი თავისით ახერხებენ ამის განხორციელებას აი ამ გადაწყვეტილებების, რასაც ჩვენ ვაძლევთ ხომ კარგი, თუ არა და ვეხმარებით გადაწყვეტილების განხორციელებაში, ანუ ფიზიკურად ვახორციელებთ, სწორედ ამიტომ, რომ ჩვენ საწარმოო ბაზაც გვაქვს ჩვენი საკუთარი შევქმნით დუშეთში, ბაზალეთის ტბის მიდამოებში და ვინაიდან ჩვენ სულ გვჭირდება ადამიანების რესურსები და ცოდნის იმპორტზე დაფუძნებული კომპანია ვართ, ამიტომ ჩვენი საწარმოო ითვალისწინებს პროფესიული სწავლების ცენტრი სწავლებას ინსტალატორებისთვის, აი იმ სისტემების, რომელიც სისტემებსაც ჩვენ ვაინსტალირებთ. ლაპარაკია განახლებადი ენერგო რესურსების უტილიზატორებზე, ძირითადად, თქვათ, მზის კოლექტორები, მზის PV სისტემები, თბური ტუმბოები, ბიომასის, ასე ვთქვათ, ბოილერები, ბიომასის ღუმელები. ჩვენ ახლა აი ამ წუთში მართავთ მწვანე კლიმატის ფონდის საგრანტო კომპონენტის ქვეშ ბენეფიციარებს მიეწოდებათ 33,000 ღუმელი ვაუჩერიზაციის. თქვენ გაქვთ როგორც ვიცი უკვე საწარმო ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო. კი, ჩვენ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო გვაქვს და გეტყვით მეცაც რომ ჩვენი საწარმო არის სერტიფიცირებული და ჩვენი ღუმელებს აქვს ევროპული სერტიფიკატი მინიჭებული. ჩვენ ეს გავაკეთეთ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, მივიღეთ ეს სერტიფიკატები ევროპულ ლაბორატორიაში, ანუ notified body, რასაც ქვია, ისეთ ლაბორატორიაში და ამ ღუმელებს, ჩვენ ღუმელებს აქვს ენერგოეფექტურობის, ასე ვთქვათ, ნიშანი, ლეიბელი, რასაც ეძახიან A+, A2+ ის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის არის ჩვენი ღუმელები და უკვე მზად არის 200 ღუმელი მზად არის უკვე ამ თვეში დამამზადეთ და წელს ალბათ დაახლოებით 2000-მდე ავიყვანთ წარმოების. ანუ ეს არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბაზრისთვის თუ კი, ეს
ადგილობრივი ბაზრისთვის არის, ეს GCF-ის ტყის დაცვის პროექტის მეორე კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ვაუჩერიზაციას ღუმელების და ჩვენი ღუმელები მოხვდა ამ ვაუჩერიზაციის პროგრამაში და თუ ბენეფიციარი მთელი საქართველოს მასშტაბით არის ეს, თუ ბენეფიციარი მოისურვებს, მაშინ მას შეუძლია იყიდოს თუ ღუმელი 1000 ლარი, 300 ლარი იფარება ვაუჩერით მწვანე კლიმატის ფონდის დაფინანსებით და აი ამ პროგრამას ვიწყებთ უკვე წელს ჩვენ პროგრამა ითვალისწინებს 8 მუნიციპალიტეტს, მაგრამ ეხლა გაიზარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი ამის განხორციელება და რამოდენი 3 ტიპის ღუმელი გვაქვს ჯერჯერობით სერტიფიცირებული, ვფიქრობთ რომ სულ 8-9 ტიპის ღუმელამდე ავიდეთ, ზოგი ბუხარია, ზოგი ქურა, ზოგი ღუმელია, სხვადასხვა კომპონენტის არის და სხვა დონორებთან აქტიური ჩართულობით ჩვენ ამას ვაკეთებთ. კი ბატონო, სიდრის წარმოება გაქვთ ასევე, ესეც სადემონსტრაციო მიმართულების ნაწილი იყო, თუმცა შემდგომ როგორც ვიცი, აქაც შესაძლებელია ბიზნესის წარმოება, მათ შორის საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. და რატომ მოვიდა სიდრი ჩვენთან, ამასაც აგეცნით, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ესკო პრინციპებით შევდივართ კომპანიებში, აი ძალიან ბევრ სექტორში ვართ, აი მშენებლობის სექტორში, საყოფაცხოვრებო სექტორში, ვთქვათ, სხვადასხვა ინდუსტრიებში და ერთ-ერთი აქტიურად განვითარებული ინდუსტრია არის მეღვინეობა, სადაც ენერგო ვამპირები არიან ეს მეღვინეები, ძირითადად ბევრ ენერგიას მოიხმარენ და ჩვენ გვინდოდა რომ მათთვის სამოდელო წარმოება გაგვეკეთებინა და გვეჩვენებინა ნულოვანი ემისიის საწარმო, როგორი უნდა იყოს და როგორ შეიძლება მართოს საწარმოში იქნით ეს პროცესები და გავაკეთეთ პატარა საწარმო პერმაკულტურის იდეოლოგიაზე, ანუ ნულოვანი გავლენით გარემოზე და აი ამ მოდელებში და აი ამ წარმოებაში აღმოჩნდა ისე რომ დაახლოებით წლიური წარმოება 20 ტონა არის ჩვენი სიდრის და იქვე გავაკეთეთ ჰორეკას სადეგუსტაციო ცენტრი, ჰორეკას მიმართულებითა და მწვანე ჰორეკას ცენტრია და ასე რომ აი ეს სიდრი შემოვიდა ჩვენთან, მოხდა წელს ექსპორტიც კი განვახორციელეთ ამისი და ესე ნაბიჯ მივედით იქამდე რომ რაღაც სიდრის წარმოებლები გავხდით, მაგრამ ძირითადად მისი მიზანი არის ის რომ დემონსტრირება გაუკეთოს ღვინის მეღვინეობის სექტორისთვის აი ამ ტექნოლოგიების ძალიან ინტენსიურად ხმარობენ გაციებას, ცხელი ენერგიაც უნდათ იქ და აი ამის დემონსტრაციისთვის გაჩნდა ეს სიდრის საწარმო, რომელმაც ფეხი მოიკიდა და გაჩნდა საქართველოში და დღეს მიმდევრები წავს და მოდიან ადამიანები მოწონთ. და ფერმერებისგან იბარებთ თუ არ ვწდები ხო? კი, ფერმერებისგან ვიბარებთ ჩვენ ფერმერებისგან, ძირითადად იმიტომ რომ ჩვენ ორგანული გზით ხო პერმაკულტურის მიმართულებას ვიზრდებთ და ამიტომ ორგანული გზით წარმოებული ხილი გვინდა და ამიტომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე მოყვანილ ხილს ვიბარებთ, იმიტომ სხვადასხვა ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ბროწეულის ხიდრი, კივის სიდრი, მსხლის სიდრი, ატმის სხვადასხვა მიმართულება, აი სწორედ ეს იყო დაინტერესების მიზეზი იმისი, რომ უცხოეთში, ბრიტანეთში დაინტერესდნენ და გავიტანეთ ეს სიდრი და აი უკვე ნელ-ნელა მიმდინარეობს იქაც აი ძალიან მოეწონათ უკვე და მოწონებას იმსახურებს ბროწეულის სიდრი, რაც არ ქონდათ მათ და თან სხვა ტიპის არის ცოტა მომჟავო. პრინციპში მაინც ეს ყველაფერი ადევს ესკო გადაწყვეტილებებს ქვემოდან თუ ზემოდან ამას. კი ბატონო. ბატონო, ესკო გადაწყვეტილებებზე როცა საუბრობთ და ამბობთ რომ არაერთი სექტორთან თანამშრომლობთ, მათ შორის ჰორეკა, სამშენებლო სექტორი, რამდენად იყენებს ბიზნესი ამ გადაწყვეტილებებს მათ ბიზნეს პროცესებში, თან ასე ვთქვათ, თანმიმდევრები რამდენად გაგიჩნდათ, რაც ამ ბიზნესს აკეთებთ? იცით რა, ესკო ბიზნესების თანმიმდევრობის რა მოგახსენოთ, ჯერ ნაკლებად რო ვინმეს ხარიაებას ამაში, მაგრამ თვითონ აი ძალიან კარგად იყენებს ამას დონორები, იყენებენ და ის სექტორი, რომელიც გარემოს დაცვითი მიმართულებით მოღვაწეობს და უკვე ძალიან კარგად იყენებს, გარკვეულ სამედიცინო სექტორი, რამოდენიმე საავადმყოფო ჩვენ დაგვიკვეთა და
გაუკეთეთ ამ მიმართულებით კვლევები და მოეწონათ და განახორციელეს, იმიტომ რომ ეს რეალურ ეკონომიასთან არის დაკავშირებული სასტუმროები, იმա დაიწყეს ამაზე ფიქრი, მაგრამ უცხოეთში ეს ბიზნესი მხარდაჭერილი ცოტა სხვანაირადაა, ესკო ფონდები არსებობს და ესკო ბანკები. აი ჩვენ დავიწყეთ უკვე პროკრედიტ ბანკთან ფიქრი იმაზე, რომ როგორ შეიძლება ჩვენ საბანკო პროდუქტებში შევიტანოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ესკო გადაწყვეტილებები რეალურად, იმიტომ ესკო გადაწყვეტილების დროს შენ შემოსავალს აბავ იმ ეკონომიას, რომელი ეკონომიასაც შენი გადაწყვეტილებით ღებულობს ბიზნესი. აი მაგალითად, თქვენ ხარჯავთ 300,000 ლარს ყოველწლიურად ელექტროენერგიაში ან თმომომარაგებაში, ესკო გადაწყვეტილების შედეგად დავიდა ეს 50,000 ან 20,000 ლარზე, ესეთი გქონია შემთხვევა და იმ ეკონომიაზე არის მიმული უკვე ფონდიდან დაბრუნება თანხის და ესეთი ნუ ახალია საქართველოსთვის ეს მიმართულება, მაგრამ მედია ექნება ხარდაჭერა მათ შორის საფინანსო სექტორის 15 წლის წინ მეტალოპლასტიკის ფანჯრებიც ახალი იყო და დღეს ძალიან ჩვეულებრივი თემაა. კი ბატონო. ადანზალ, მე წარმატებებს გისურვებთ თქვენს ბიზნეს საქმიანობაში. მადლობა თქვენი წარმატების ისტორიის გაზიარებისთვის და მოკლედ სხვა დროს დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ამ სტუდიაში. მემშვიდობები ზაალ ხელაძეს, ბაზარეთი გრინ ცენტრის დირექტორს, საქმიანი დილა ტv პირველზე დასრულებულია.